მოგესალმები, ინგა, მივესალმები ტელემაყურებელს და მისალმებაში რაც არ მithქვამს, პირველად ვამბობ, მივესალმები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს, ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ყველა სტუდენტს, ვინც დღეს არიან და მოქმედებენ, როგორც პირველი დარტყმის ობიექტებს დღევანდელი დღის გადასახედიდან თუ შევხედავთ. უპირველეს ყოვლისა, ინგა, ჩემი თხოვნა იქნება თქვენდამი და ყველასადმი, თქვენი კოლეგისადმი, ამ ტელევიზიაში, სხვა ტელევიზიებში და ასე შემდეგ, რომ ამ გადაწყვეტილებას ნუ დავარქმევთ, ნურანაირად ნუ დავარქმევთ განათლების რეფორმას. არანაირი შეხება ამ გადაწყვეტილებას განათლების რეფორმასთან არ აქვს. მას აქვს ჩემი აზრით ორი კონკრეტული ამოცანა, ორი კონკრეტული დავალება, ორი კონკრეტული მისია, ორი კონკრეტული მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ არის შემხებლობაში განათლების რეფორმასთან. პირველი, ეს გახლავთ, ორი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებლის, თავის პედაგოგიური კოლექტივით, ლექტორთა კორპუსით, თავის ათასობით სტუდენტის და ასე შემდეგ მწყემსვის მომავალში მწყემსვის ოპერაცია. მოთვინიერება, მოდრეკა. კი ბატონო, ერთი ეს არის, რომ გავაერთიანოთ ორი დიდი უმაღლესი სასწავლებელი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ბრწყინვალედ მოგეხსენება, ინგა, შენ თუ რა ძალას წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებელი, რა ძალას წარმოადგენს სტუდენტობა, რა ძალას წარმოადგენს აკადემიური საზოგადოება, იმ ტიპის გადაცდომების, შეცდომების, დანაშაულებების ფონზე, რომელიც დაგვიგროვდა საქართველოში და ასეთ დროს ამ საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაქციის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემა წარმოექმნას ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც მას უკვე განხორციელებული აქვს, ან რომელსაც აწიაპირებს, აქედან გამომდინარე, ჩაფიქრებული არის, რომ მოხდეს ამ ორი დიდი უმაღლესი სასწავლებლის მომწყემსვა, ისე როგორც ამ ხელისუფლებას უნდა. ცალკე გაუჭირდებოდათ ეს მომწყემსვა? არა, იცით რა არის, ერთად ჯობია, თავმოყრა ჯობია, თუ კი ამას აკეთებთ. ჩვენ არ ვიცი ახლა როგორი იქნება, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაინც და მაინც ჩემთვის საკადრო პოლიტიკა, თუ ეს მუხანათური ჩანაფიქრი განხორციელდა და უცებ ჩვენ დავინახავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელწერას, უსაფრთხოების სამსახურის ხელწერას, თავდაცვის სამინისტროს ხელწერას, მოკლედ უმაღლეს სკოლაში შევა პაგონები, როგორც ესეთი და აქედან გამომდინარე მართვის ის ფორმები, რომელიც ამოწყებებს სახელმა და გვარმაც ხომ გაიჟღერა. ხო, მოსალოდნელია რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ერთის მხრივ ეს არის ამ სპეცოპერაციის თუ რამეა რუსული სპეცოპერაცია, ეს არის რუსული სპეცოპერაცია ახლა, ერთი ამოცანა და ერთი მიზანი გახლავთ ეს და მეორე ეს არის ქონების დაპატრონება. მე გეკითხებით თქვენ და ვეკითხები დაინტერესებულ საზოგადოებას. სად არის სპორტის უნივერსიტეტი ახლა? უკაცრავად და სადღაც შეხიზნული ხო არ არის მდგმურად ზოგიერთ მისამართებზე და მის ადგილზე მრავალსართულიანი შენობები ხომ არ დგას. შემთხვევით თბილისის პრესტიჟულ უბნებში ერთის მხრივ ვაკეში და მეორეს მხრივ საბურთალოზე საინტერესო ლუკმებიც ხო არ შეამჩნიეს ყველაფერთან ერთად დღევანდელი ხელისუფლების ინტერესები შეიძლება იდგეს. უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსების ინტერესები, რომლის უკანაც შემიძლია დეველოპერიც წარმოვიდგინო და კიდევ ბევრი სხვა რამ წარმოვიდგინო. ეს ორი მიმართულება არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი და არაფერი აბსოლუტურად სხვა განათლების რეფორმასთან შემხებლობაში არსებული. განათლების რეფორმა რომ გინდოდეს ადამიანს და ეს რომ კონდეს შაფიქრებული, ყველაფერი უნდა გააკეთოს საპირისპიროდ, რაც ეხლა არის დაანონსებული იმასთან შედარებით, იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის ჰუმანიტარული სპეციალობების თავმოყრის ალაგი, ტექნიკური უნივერსიტეტი და ამიტომ მოხდა 1928 წელს ნივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, უზნაძის, მელიქიშვილის და სხვათა მიერ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯერ პოლიტექნიკური ფაკულტეტი, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მოგვიანებით უკვე 1990 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი გაჩნდა, როგორც მონათესავე სპეციალობების ადგილი, რომელსაც სხვა ტიპის მიდგომა ჭირდებათ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს სხვა ტიპის მიდგომა ჭირდებათ. თუ აქ არის რაიმე ტიპის
შესასწორებელ, ჩასასწორებელ, რაღაცნაირად დასაკორექტირებელი, შორს არ ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ უშეცდომო არაფერია, მაგრამ ამ ტიპის გაერთიანება განათლების რეფორმასთან პირიქით, საპირის ანტირეფორმაა ეს ყველაფერი განათლებისა. განათლების რეფორმის ფარგლებშიც კი საერთოდ ჩვენ არ გვსმენია, რომ ასეთი იდეა არსებობდა, ხო? ოცნებაში, ანუ აი ეს რო დაწყებული ქონდათ, რაზეც ისედაც პროტესტი იყო, მათ მიერ შემოთავაზებული განათლების რეფორმა, არც ერთხელ არ უსაუბრიათ მათ მე რამდენადაც მახსოვს ჩვენ არ გქონია ამის შესახებ არანაირი ცნობა, რომ თურმე იგეგმებოდა ვიღაცის თავში იხარშებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ერთი სახურავის ქვეშ გაერთიანება. შესაბამისად, ეს აჩენს განცდას, რომ ძალიან სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იტყოდნენ, კი, ჩამონათვალს როცა აკეთებდა რა შენობები შეიძლებოდა, თქვათ, გაყიდულიყო ეს შენობების შესახებ აი ესეთი ირიბად ნათქვამი არაერთხელ გვსმენია, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ არ ყოფილა და მე ახლა კი სხვა რამე თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რომ ვიცოდიო, მაგრამ პირველ დღეს მიქანაძის განცხადების შემდეგ მისი პირველი რეაქცია პირველების მიკროფონთან იყო, რომ მეც წუხელ გავიგეო. ანუ იქ აღარ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ პროფესორ მასწავლებლებმა არ იცოდნენ, არავის გაულია არანაირ საბჭოებთან რაიმე ტიპის კონსულტაცია, უბრალოდ გადაწყვიტეს და გამოუცხადეს. აი რატომ ასეთი სისწრაფე? იყო კიდევ ერთი ასეთი ვერსია, შესაძლებელია ივანიშვილის უნივერსიტეტის გასაძლიერებლად, მაგრამ მე მოყვებით ყველაზე მთავარ არგუმენტში პოლიტიკური მოთვინიერება. ლაგამი ქვია ამას. ამას ქვია სახელისუფლებო ლაგამი უმაღლეს სკოლას. მოაზროვნე საზოგადოება მოთოკო. მოთოკო დაიმორჩილო. ინგა, ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ძალიან კარგად იცი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემთვის არ არის ერთი უმაღლესი სასწავლებელი. ამიტომაც გთხოვეთ, რომ ამ თემაზე მოსულიყავით. მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი გამოშვება. ანუ როგორც კი პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაკეთდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო, იქ შეიქმნა ინსტიტუტები მონათესავე ფაკულტეტების მიერ, სპეციალობები გაერთიანდა და ასე შემდეგ, სწორედ 1990 წლის გამოშვება ვარ, ანუ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევედი და ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ასე მოხდა. აქედან გამომდინარე, მე ამ პროცესს ვერ შევხედავ როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივად რაღაც ესეთი, თუმცა ეს სენტიმენტი შეიძლება ვიღაცისთვის ეხლა უადგილო იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს მართლა სენტიმენტალური თემაა ყველაფერთან ერთად. ეს ადამიანური სენტიმენტები გადავდოთ გვერდზე, რეალური. იმიტომ რომ აი უყურეთ კობახიძე გუშინ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ გადის ოპონენტებმა. არგუმენტი თუ მოისმენს, რა თქმა უნდა. ეხლა კობახიძე შეიძლება ბევრი რამ უთხრა, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებით მაინც ესეთ რა ხელწამოსაკრავად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ ის ყველაფერი ისეა და ასე ჩახედულია ამ პროცესში, როგორ მიაჩნია, რომ ორი ამხელა უმაღლესი სასწავლებელი ერთიანდება და კეთდება დიდი მონსტრი, აბსოლუტურად კონტრასტული სპეციალობები ექცევა ერთი ქოლგის ქვეშ, როგორც ასეთი და უნივერსიტეტი, რომელსაც უნდა კონდეს თავისი მიმართულება, უნდა კონდეს თავისი იმიჯი, უნდა კონდეს თავისი გზა, უცებ ჩვენ უნდა დავინახოთ ფილოლოგი და გეოლოგი ერთ ჭერ ქვეშ, სანტექნიკოსი და ფილოსოფოსი ერთ ჭერ ქვეშ. კი, შეიძლება ესეთი რაღაც, მაგრამ როგორ არ შეიძლება, მაგრამ ინსტიტუტები სად არის ავტონომია? აი ხლა თქვენ ამბობდით ეხლა რომ ვინმეს კითხა, ვინმეს დაეკითხა და რაც შეეხება ეხლა უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას, პირველი განცხადება იყო აშკარად გულწრფელი, რომ მან მართლა ეხლა გაიგო, ხოლო მე რო დიდი ხანია უკვე საუბრობთო, ეგ ათქმევინეს ალბათ, ან რაღაც ამდაგვარი მოხდა, იმიტომ რომ ხლა რექტორი რო ამბობს, მეც გუშინ გავიგეო, სხვა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან ეგ მაინც გავიგეთ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს საერთოდ ვეღარ ვხედავთ როგორც ესეთი. აქედან გამომდინარე, ინგა არ მიყვარს, როცა ყველაფერი ეჩვენებათ, რომ უნდა გააპოლიტიზირებულო, მაგრამ
ამ გადაწყვეტილების მიღმა სხვა არაფერი არ დგას, თუ არა სახელმწიფო პოლიტიკის დიდი დოზა, როგორ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მოთვინიერებული, პირში ლაგამამოდებული და რაღაც აღვირის ქვეშ ჩამდგარი აკადემიური საზოგადოება, რომელიც როგორც წესი, თავისი განათლების დონიდან გამომდინარე, არ არის ესე ბრმადმორჩილი, სამწუხაროდ გვიან გაიღვიძა, სანამ პირადად არ შეეხო ამ სიტუაციას. ხლა როგორც გინდათ ისე ჩავამართვით, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კი არა, საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე ხმას არ იღებდა ეს საზოგადოება და ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთებაზე უცებ ატყდა ერთი ამბავი. ეგრეა, როცა დროს გაუშვებ, როცა რაღაცას გაატარებ, როცა რაღაცას შეეგუები, აუცილებლად ჩამოივლის ის აკლემი შენ კარებთანაც და ეხლა როცა უკვე ასე ხისტად დადგა ეს საკითხი, ნუ დავინახეთ უკვე მოთმინების ფიალა ავსებული პროფესურაც, მოთმინების ფიალა ავსებული აკადემიური საზოგადოებაც, მისი სტუდენტობაც და ასე შემდეგ. აი ეხლა ვრცელდება ზუსტად აკადემიური საზოგადოების ღია წერილი, ასე იწყება პარტია ქართული ოცნების ლიდერსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას, მიესალმება იმ პრინციპებს, რომელიც დეკლარირებულია და ასე შემდეგ და მოკლედ წერილში ჩამოყალიბებულია თავიანთი მოსაზრება და მოგმართავთ თხოვნით თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან. ვრცელია ეს წერილი, თუ გვექნებათ რომ მოგვიანებით წავიკითხავ. ანუ ბატონ ბიძინას მიმართავენ ერთ რამეში ვეთანხმები. და ასე აწერიაო ბოლოში თქვენი მხარდამჭერები, ასე ერთ რამეში ვეთანხმები ინგა ამ წერილის ავტორებს და ხელმომწერებს, რომ მართლა არის ამ პიროვნებაში ის ძალაუფლება სამწუხაროდ თავმოყრილი, რომელიც კი არ უშუამდგომლებს ერთ წუთში დასვავს წერტილს, მაგრამ მეორეს მხრივ იქვე მიჩნდება აზრი კი არა, ეს ამ გამოთქმა მომაკითხა მაგ განცხადების ხელმომწერების მისამართით, რომ ნეტარ არიან მორწმუნენი. ხლა როგორ გონია რომელიმე მათგანს მართლა სჯერათ ის, რომ ბატონ ივანიშვილთან ეს ყველაფერი როგორც ინფორმაცია მაინც არ იყო გავლილი და მისგან არ იყო მწვანე ანთებული. მეხუმრებით, როგორც ინფორმაცია გავლილი კი არა, მასთან ეს ყველაფერი თუ მისი იდეა არ იყო. ხო, ვიცი რომ მეხუმრებით შეთანხმებული, ასე რომ წერილიც შეთანხმებული და თუ მისი გადაწყვეტილება არ იყო პირადი და განკარგულება და წერილი ასე მთავრდება პატივისცემით თქვენი მხარდამჭერები, იწყება ასე ბატონო ბიძინა, მოკლედ მათ ვისი სახელითაც ეს წერილი ვრცელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების სახელით, მათ გონიათ რომ ბიძინამ არაფერი იცის. ხო, ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნეტარ არიან მორწმუნეები მეთქი, რა თქმა უნდა, ინგა ვამბობ კიდევ ერთხელ რომ კი გეხუმრები და პრემიერის სარკაზმს, ჩემი სარკაზმი მინდა შეუერთო იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უნივერსიტეტი არის ჰარვარდი, გპ არის ოქსფორდი, კემბრიჯი, ილიანი ეს უკვე ეს არის მომდევნო ხაზია, როგორც ჩანს. ცხადი იყო მაგან ცხადები და ასე შემდეგ. იცით რა არის? აი როგორი ჩერჩილიც კობახიძეა და როგორი რეიგანიც კობახიძეა, ისეთი ოქსფორდი და კემბრიჯი არის ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუ არ მოგწონს, მათ გაუმჯობესებაზე იფიქრე, მათ ხელშეწყობაზე იფიქრე, მათ თავისუფალი აზრის განვითარებაზე იფიქრე, მათი პირობების გაუმჯობესებაზე იფიქრე, ხელშეწყობაზე იფიქრე და არა ლაგმის ლაგამის პირში ამოდებაზე. ეს არ არის რეფორმა, ინგა, მაგრამ იმისი არ იყოს ბავშვს კითხეს, რატო ტირი ხარო, გამდის და ვტირი ვარო, გაზდით და აკეთებენ. სანამ გაზდით, უარეს გააკეთებენ. მე მაგალითად სულაც არ გამიკვირდება, რომ ხვალ განათლების მინისტრმა, ან კულტურის მინისტრმა, რომელიც ეხება უფრო არ ვიცი, ალბათ ორივეს, გამოგვიცხადოს, რომ თეატრალური ინსტიტუტი, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია გაერთიანდა. შეიძლება ზოოვეტიც კი შეუერთონ, იმდენად აჭრილია უკვე ეს სიტუაცია, რომ ესეთი რაღაცები გადაწყვიტონ. ისინიც პრესტიჟულ ადგილებზე არიან თავისი კორპუსებით განთავსებული
პრობლემები და თავის სასწავლო სივრცეები. აქ საინტერესო ისიც არის, ანუ ექსპერტები, დარგის ექსპერტები, სპეციალისტები კი არ საუბრობენ. პრემიერი, იქ რაღაც მინისტრი, რომელიც აკეთებს მხოლოდ იმ პოლიტიკურ განცხადებას, რასაც დაავალებს კობახიძე და კიდევ ერთხელ ამ წერილის კვალდაკვალ ბატონი კობახიძე აკეთებს იმას, რასაც დაავალებს ბატონი ივანიშვილი. ინგა არ გამომდის, რომ იტყვიან პირველი ფრაზა მინისტრისა, როცა ეს ინფორმაცია გვამცნო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება. ვინ მიიღეთ გადაწყვეტილება? ვინ მიიღო გადაწყვეტილება? საქართველოში მოქმედ პრეზიდენტს დიპლომი ვერ უპოვნეს. ვერ უპოვნეს, ხო შეიძლება აღმოუჩინოს სადღაც დიპლომი, მაინც სპორტსმენი იყო, რაღაც ასე შემდეგ და ვერ უპოვნეს ელემენტი. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როცა რექტორმა გაიგო წინა დღეს თუ იმ დღეს, მეორე რექტორმა როდის გაიგო, ანუ დღეს იცის თუ არა ისიც არ ვიცი, იმიტომ რომ არ ჩანს როგორც ესეთი. და იქ არსებობს სამეცნიერო საბჭოები, არსებობს ღვაწლმოსილი კადრები არსებობს დღეს ლექტორებში, რა ვიცი, პროფესორები, აკადემიკოსები და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს უნივერსიტეტს ხო თავისთავად და ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი ისტორია, საუკუნოვანი ისტორია აქვს, ნათელი სახეები იყო, დიდი სახეები იყო. 1917 წლიდან იწყება ამ უნივერსიტეტის ისტორია. თბილისის პოლიტექნიკური ხო, და მერე 1923 წლიდან აქ არის სახელები, თუნდაც ჩემი ლექტორები ელემენტარულად ვის სიგნებზეც გავიზარდეთ, რა ვიცი ახლა დათო ღონღაძე ეყოფა ყველაფერს, დავით ღონღაძე ელემენტარულად ფიზიკოსი, რომლის სიგნითაც გაიზარდა, ჩემი ლექტორი იყო პირადად. ეს ადამიანი, რა ვიცი, ვაჩნაძე, ლეკიშვილი, თევზაძე, რომელი ერთი გინდა და შენ ეხლა მათ ეუბნები, რომ ჩვენ ვატარებთ რეფორმას, შიგადაშიგ დიპლომიანები და ნაწილი კიდევ უდიპლომოები. მივიღეთ გადაწყვეტილება და უცებ ეს გამოგიცხვეთ 15 წუთში ეს ყველაფერი და ახლა თქვენ უნდა შეასრულოთ. კიდე კარგი, ყაველაშვილს არ გააკეთებინეს ამ პირველი განცხადება ამ თემაზე დიპლომთან დაკავშირებით. მე რომ მკითხო ლოგიკური იქნებოდა. ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა ყაველაშვილს და იმას მაინც იტყოდნენ, რომ არის სამკაცო. მამუკა, ერთსაც კითხავ თუ შეიძლება დროში ზუსტად დაემთხვა ამ გადაწყვეტილების ხმამაღლა გამოცხადება და ახალი რეპრესიული კანონმდებლობისა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს, არ ვიცი, ნებისმიერ ადამიანს, სტუდენტ, ჟურნალისტს, ექიმს, მასწავლებლებს, ყველას ემუქრება ციხე, თუ კი აღმოუჩენენ, რომ ის პოლიტიკურად დაინტერესებული პირია და მას შეიძლება რაღაცა კავშირი ქონდეს, მათ შორის ფინანსური კავშირია მთავარი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ანუ რატომ ესეც არა, ხო ცხადია შემთხვევითი ამ ორი გადაწყვეტილების სწრაფი ტემპებით გამოტანა და სწრაფი ტემპებით დასაჯა. ინგა, ერთი რაც შემიძლია შეუქო, შეიძლება გაიკვირდეს ახლა რას უქებ და როგორ უქეფო. ერთი რაც შემიძლია შეუქო ამ ხელისუფლებას, საკმაოდ ისეთი გეგმით განსაზღვრულ ნაბიჯებს დგამენ თანმიმდევრულად, ოღონდ მთლიანად ეს ნაბიჯების მიმართულება არის რეპრესიული, მთლიანად ეს ნაბიჯების მიმართულება არის თავისუფლების დამხშობი და თავისუფლების დამხშობის საზოგადოება რა რეაქციებს ახდენს მე ან როგორ ახდენს, ეს ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, რომ ეს იმას ხუარებმის, NGO სექტორს ხუარებმის, ჟურნალისტებს ხუარებმის, პოლიტიკოსებს, ყველას. ეს არის მძივია. აი, ჩვენ შევეცდებით გადაცემის განმავლობაში დაუკავშირდეთ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელსაც პირდაპირ ქვითრებში მთვრალალუბალზე ვსაუბრობ, რომელსაც ქვითარში პირდაპირ უწერია ქვითარი, რომელიც მისდის იქ მისულ კლიენტს გუდაურის მთვრალალუბალზე ვსაუბრობ, აწერია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ანუ ესენი ამბობენ, რომ იქ თუ პოლიტიკური პოზიცია თუ კი აღმოაჩინეს, თავისთავად ცხადია. ეს მიადგება ყველას, ვისაც გონია, რომ არ შეეხება, იმათაც შეეხება. ერთიან კონტექსტში გამოიტანეს, იმიტომ რომ სწორი თქვით, ნაბიჯები ეს არის თანმიმდევრული, პირდაპირ ვიტყვი, არასწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები ეხება ყველას, სადაც შეიძლება საფრთხის მაგვარი
გამოჩნდეს, არა თუ ცეცხლი დაინთოს ან კოცონი დაინთოს, არამედ უბრალოდ ბჟუტავი რაღაც გაჩნდეს, ამიტომ იჭერენ ერთგვარ თადარიგს, როგორც ასეთი და ყველას კარგად ახსოვს. საბჭოთა ხელისუფლებიდან ეროვნული მოძრაობის დროს და შემდგომ პერიოდში რა როლი შეასრულა უმაღლესმა სასწავლებლებმა ამ პროცესში და იმ მოვლენებში, რომელიც მაშინ განვითარდა. მე ვიცი ძალიან კარგად, მე სად ვიყავი, ვინ ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად, უნივერსიტეტელებთან ერთად, მაშინ პუშკინი იყო პედაგოგიური, სამედიცინო და ასე შემდეგ და რა გავლენა მოახდინა ამ საზოგადოებამ ერთად, მათ შორის ლექტორებმაც და სტუდენტებმაც რა მონაწილეობა მივიღეთ ამ პროცესში. აქ იდგმება და მზადდება ისეთი მზაკრული გეგმები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს გაწელილი ზამბარა გაწყდება და რომ არ გაწყდეს, კიდევ რომ გაწყდეს და არ მოხდეს საკუთარი მიმართულებით მის ავტორებს, ამიტომ ხდება ერთგვარი თადარიგის დაჭერა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეხლა უნდათ რომ განახორციელოთ, მაგრამ ჩემას ვიტყვი, არ ვიტყვი ეხლა რომ ეს არის აუცილებლად ეგრე იქნება და ლოგიკა ამას კარნახობს და ასე შემდეგ. რთულად გამოვა, რთულად გამოგივათ ხალხო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდ შედეგამდე წავა ეს სიტუაცია. შეიძლება ვიღაც შეეწიროს, შეიძლება ვიღაც დაისაჯოს, ვიღაც შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, ვიღაც შეიძლება დაჯარიმდეს, უფრო უარესი სასჯელით შეიძლება ერგოს ვიღაცას, მაგრამ რომ იტყვიან ჩიტი ბრდღნად ღირს, არ შეიძლება ასეთ თამაში საზოგადოებასთან, განათლებულ საზოგადოებასთან, ჩვენს ისტორიასთან ყველაფერს თავი დავანებოთ. ესე იგი ის რაც ჩვენო უკან ვაბრუნებთ სიტუაციასო მიქანაძე მინისტრმა რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტექნიკური უნივერსიტეტში იყო და ისე უკან ვაბრუნებთო რა. ის უკან რო აბრუნებ 1923 წელს 28 წელს ეს იმიტომ გამოეყო რომ ცალკე უნდა განვითარებულიყო ახალი კერა ანუ ვაბრუნებ საქართველოს 1928 წელს ახალი კერა უნდა შექმნილიყო ელემენტარულად და სად აბრუნებ ვის აბრუნებ რაც შეეხება თქვენს პასაჟს ინგა რომ ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მის ქუთაისის და ამიტომ ერთ-ერთი ვერსია იყო და უბრალოდ გავაჟღერე არ ამგონია იმიტომ რომ საერთოდ კონკურენციაში იბადება უკეთესი ხო თუ რამის სურვილი აქვს თავი აქვს გამოუცხადე კონკურენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ არის ეხლა ნამდვილად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ მდგომარეობაში რომ კონკურენცია ვერ გამოუცხადო რაღაცეებში ყოველ შემთხვევაში და არ მგონია რომ ეს პასაჟი იგივე წონის იყოს როგორც მე ვთქვი პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ლაგამი სახელმწიფო ლაგმის პოლიტიკა უმაღლეს სკოლასთან განათლებულ საზოგადოებასთან მიმართებაში და მეორე ძალიან მსუყე ლუკმა რომელზედაც ალბათ რიგი დგას ახლა არა მხოლოდ დეველოპერების არამედ ყველასი იმიტომ რომ როგორც აღნიშნა მოქმედმა რექტორმა, ჯერ კიდევ მოქმედმა რექტორმა ტექნიკური უნივერსიტეტისა, ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფოშიო დიდია ტექნიკური უნივერსიტეტი და იქვე მე მოაყოლა რომ ეს რო გაერთიანდეს კიდე დომინაცია ვისი იქნება ტექნიკურის თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელ დომინაცია არა, ეს ნათქვამია, უქმდება. ტექნიკური უნივერსიტეტი უქმდება, ეს ნიშნავს რომ როგორც არ უნდა მოწიწებით იყოს დაწერილი ეს წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილის თქვენი მხარდამჭერები ვარ და ჩაერიეთ საქმეშიო ეს იმას ნიშნავს რომ მოხდება კადრების შემცირება წავა სახში ძალიან ბევრი პროფესორი მასწავლებელი ეს ხო გარდაუვალია უბრალოდ ძალიან მტკივნეული ეხლა დაიწყება მოთაფლის პოლიტიკა ერთ წუთში ნინგა მოთაფლის პოლიტიკა დაიწყება ეხლა მინისტრმა თქვა კიდეც რომ კონტინგენტს არ ვამცირებთ სტუდენტებისას არც თანამშრომლებისას რომ ეხლა ეს მოიტყვიან ცეცხლზე ნავთი არ დაასხან და ასე შემდეგ. და ეს ჩაუფინა როგორც ასეთი რომ ხელს არ გახლებთო. აუცი როგორც მე შენ გიყურებ, ახლა ისე მოყვება შემდგომი ნაბიჯები. დიდი მადლობა. და ბოლოს ერთ რამეს ვამბობ, ინგა მე აქ
თქვენ გამომაცხადეთ როგორც ლელოს წარმომადგენელი, კი ბატონო, ეს ასეა, ამას როგორ გავწევ გვერდზე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით მე ვარ მამუკა კაციტაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტ დამთავრებული, კურსდამთავრებული, როგორც გინდა ისე გამიგეთ, პატრიოტი ტექნიკური უნივერსიტეტის და მიმართავ ყველას, ეხლა აქედან იქ მივდივარ პირდაპირ, თუ რამეში აზრი, სიტყვა, ხედვა ვინმეს გამოადგება, თქვენ გვერდით ვდგავარ, როგორც ჯარისკაცი.